დიღომში ქალაქის ქაოსისა და გადატვირთული გარემოსგან მოშორებით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი პილარ პარკი შენდება, რომელიც 77,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება, საიდანაც 65,000 კვადრატული მეტრი სარეკრეაციო სივრცეს და ინფრასტრუქტურას დაეთმობა. კომპანიის მთავარი მიზანი სწორედ ბუნებასთან სიახლოვე, სიმშვიდე და სუფთა ჰაერია. კომპლექსი ყველა იმ სივრცეს გააერთიანებს, რომელიც ოჯახების კომფორტული ცხოვრებისთვის იქნება საჭირო. იქნება ეს სპორტული მოედნები, ველობილიკები, საფეხმავლო ბილიკი, ასევე ღია აუზი, ავტოსადგომი, საბავშვო სივრცეები თუ სხვა მრავალი. უფრო მეტი დეტალი ახლა შეგვიძლია ვნახოთ პილარ პარკის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან და შემდეგ უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. ქალაქის გადატვირთული, ქაოსური, ხმაურიანი გარემოსგან თავის დაღწევა, სიმშვიდესა და ბუნებასთან სიახლოვეში ცხოვრება, ფაქტობრივად ბოლო წლების მთავარ გამოწვევად და საფიქრალად იქცა. ოჯახებისთვის, რომლებსაც ჯანსაღ გარემოში, დედაქალაქში, თუმცა მისი დამღლელი ატმოსფეროსგან შორს ცხოვრება უნდათ, დიღომი 8-ში, სადაც ავტომობილების რაოდენობა შედარებით მცირეა და ქალაქის ქაოსური რიტმით შორს, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, პილარ პარკი იბადება. მის უნიკალურობას განაპირობებს სამი კომპონენტი. ეს არის გარემო, რომელშიც ის ვითარდება და იქნება, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ვქმნით და ეს არის ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს მყიდველებს. ინფრასტრუქტურაზე რო ვისაუბროთ, დღეს თბილისში თუ კი რაიმე პოპულარული არის გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის კუთხით, ჩვენ ყველაფერს ვქმნით ამ პროექტში, წარმოდგენილი იქნება კორტები, პადელის მოედნები, ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის მოედნები, ბასეინი, ფიტნეს დარბაზი. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ღია საფეხმავლო ბილიკები, რომელიც თავისი სიგრძითა და მასშტაბებით აღემატება კუსტკის მასშტაბებს. საქმე იმაშია, რომ პროექტი 10-90-ზე პრინციპის მიხედვით იქმნება. ეს გულისხმობს, რომ 77,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშლილ სივრცეში განაშენიანებას მხოლოდ 10% დაეთმობა, ხოლო 90% რეკრეაციულ დანიშნულებას. კომპანიაში გვიყვებიან, რომ მწვანე სივრცე ერთ სულ მოსახლეზე 36 კვადრატულ მეტრს შეადგენს და საერთო ჯამში ის მტკვრის სანაპიროზე მოწყობილ საფეხმავლო ბილიკს, 1200 მეტრიან ველობილიკს, ღია აუზს, ფიტნეს დარბაზს, სპორტულ მოედნებს, პადელის და ჩოგბურთის კორტებს, ბავშვთა მოედნებს, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცეს და დახურულ ავტოსადგომს გააერთიანებს. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა სამშენებლო მასალების ხარისხს, მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, თბოდა ხმის იზოლაციას, საბინაო ფონდის მრავალფეროვნებას და ყველა იმ დეტალს ენიჭება, რომელიც მომავალი მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უზრუნველყოფს. სამშენებლო ხარისხი პილარ პარკში არის უმაღლესი. ჩვენ ვიყენებთ ევროპიდან იმპორტირებულ მასალებს. ეს არის გერმანია, საფრანგეთი და ბელგია. ამ მასალებით ჩვენ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით ჩვენს მაცხოვრებლებს და მყიდველებს. რაც შეეხება გარემოს, პილარ პარკის ლოკაცია არის უნიკალური. ის მდებარეობს აბსოლუტურად სუფთა, ჯანსაღ გარემოში და დღეს თბილისის ტერიტორიაზე ძალიან რთული საპონელია ისეთი ტერიტორია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველა ამ სამ კომპონენტს. სწორედ აი პილარ პარკის ლოკაცია არის ისეთი ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მდინარესთან ახლოს, ვისუნთქოთ აბსოლუტურად სუფთა და ჯანსაღი ჰაერი და ამავე დროს ვიყოთ ქალაქ თბილისში. პროექტის მშენებლობა სამ ფაზას მოიცავს. ის A, B და C ბლოკებს გააერთიანებს, რომლებიც მომავალი წლიდან ეტაპობრივად დასრულდება. საბოლოო სახეს კი 2029 წლის დეკემბრამდე მიიღებს. კომპანიაში მთავარ აქცენტს გარემოზე, სიმშვიდესა და ბუნებასთან სიახლოვეზე აკეთებენ. მათი მიზანია, რომ დედაქალაქში შექმნან სივრცე, რომელიც თან ურბანულ გარემოსთან ახლოს იქნება და ამავდროულად ყველა იმ დეტალს გააერთიანებს, რომელიც ოჯახებს შვიდი, წყნარი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის სჭირდებათ. ქალაქის ხმაურისგან მოშორებით მშვიდ, გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას ახალი პროექტის პილარ პარკის მშენებლობის მიმდინარეობას და პროექტის შესახებ ყველა საჭირო დეტალს დამატებით სტუმართან მოვიკითხავთ. საქმე დილას ლევან ელიზბარაშვილი, პილარ პარკის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი უერთდება. მოგესალმებით, ლევან, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის. მოგესალმებით, მადლობა. ლევან, დილომშვიდობისა. თქვენს მაყურებელს. დილომშვიდობისა და მადლობა თქვენი დროისთვის. საკმაოდ დიდი გამოცდილებით ხართ ზოგადად უძრავი ქონების მიმართულებით და მინდა კითხოთ იმ საკმაოდ რბილად რომ ვთქვათ კონკურენტულ ვითარებაში, რომელიც ბაზარზე არის შექმნილი სხვადასხვა პროექტების სახით. მე ვნახე რამდენიმე ვიდეო ინტერნეტში, სადაც თქვენ პილარის უპირატეს მხარეებზე საუბრობთ, როგორც პროექტისა.
რას გამოარჩევდით ცოტა დიდ სურათში სხვა პროექტებისგან მის უპირატესობას და რატომ გონიათ რომ დედაქალაქის საქართველოს მოსახლეობა ისევე როგორც შიდა თუ გარე ინვესტორები ამ პროექტით დაინტერესდებიან. ამ შემთხვევაში ამის ეკონომიკური მხარეც მაინტერესებს, ინვესტორული ნაწილში შეფასება და ცხადია დეველოპერულიც. გისმენთ? პირველ რიგში მადლობა. ძალიან საინტერესო კითხვა არის და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. დედაქალაქის განვითარებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ეკოლოგიური მდგომარეობა, ეკოლოგიური სიტუაცია მაინც და მაინც ახარბიელო არ არის. მეორე გარემო, რომელიც უკავშირდება ხმაურს, აქტიურ ზონებს, მაინც და მაინც არ არის კომფორტული ადამიანისთვის. ჩვენ ყველას ზოგადად დაგვაუწყდა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანმა კომფორტულად, ჯანსაღად იცხოვროს და არ იარსებოს. აი ზუსტად იმიტომ რომ იცხოვრო ღირსეულად, იცხოვრო ჯანსაღ, წყნარ, შვიდ გარემოში, ბუნებასთან სიახლოვეს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, იმისთვის, რომ იყოს ჯანსაღი, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად, ხო? აი სწორედ ეს მნიშვნელოვანი პარამეტრები არის თავმოყრილი აი ამ პროექტში, რომელიც თავისთავად მარტო პროექტის დამსახურება, როგორც ესე ცალკე აღებულის არ არის, პირველ რიგში დამსახურება არის ლოკაციის. და საოცრება ის არის, რომ ეს ლოკაცია არის თბილისში. თბილისის ესე ვთქვათ შემოსასვლელში, ხო? შემოსასვლელში, მტკვრის პირას. და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ მისი ეკოლოგიური გარემო ბევრად უფრო უკეთესია და გაუმჯობესებულია და მაღალხარისხიანია, ვიდრე შეიძლება შემდეგ უკვე თბილისის სხვა ტერიტორიებზე შეხვდეს. ეს რატო არის ინვესტორებისთვის საინტერესო? ინვესტორებისთვის საინტერესო არის ერთი მიზეზის გამო. ადამიანები, თქვენ კარგად იცით, პანდემიის პერიოდში უკვე არსებით ყურადღებას აქცევდნენ ქალაქგარეთ გადასვლას, ქალაქგარეთ ცხოვრებას, ბუნებასთან სიახლოვეს. აი ამ პირობებში ეს პროექტი ინვესტორებისთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ თბილისის ტერიტორიაზე თბილისის მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს ისეთი ბინა, ისეთ ინფრასტრუქტურაში, ისეთ გარემოში, რომელიც მას შეიძლება შეხვდეს საგურამოში თუ სხვა ასეთ პოპულარულ მიდამოებში. და როდესაც მაცხოვრებლებს შეიძლება ასეთი დიდი ინტერესი ჰქონდეთ თვითონ საცხოვრებელი პროექტის მიმართ და მომავალში ეს ინტერესი მოიმატებს გარემოს გაუარესების გამო, ხო ზოგადად. ინვესტორებისთვის ეს ზუსტად მაშინ არის საინტერესო, როდესაც მზარდია მოთხოვნა, ხო? მზარდია მოთხოვნა ასეთი პროექტების მიმართ და ეს მზარდი მოთხოვნა განაპირობებს ინვესტორების ინტერესს. ლევან, ხომ არ არის აქ თემა კიდევ ერთი, რომელიც ცალსახად უპირატესია, რაც წარმოადგენს დიღომი 8, რომელიც ისტორიულად არის საკმაოდ მიმზიდველი ადგილი, თუმცა მეორეს მხრივ პილარ პარკის პროექტის ქვეშ შემისწორეთ თუ ვცდები. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ან ცნობადობა მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად ვარ მანდ, მაგრამ მიწევს ჩემი ბევრი ნაცნობი არის მანდ, რამდენიმე რეზიდენცია არის საელჩოსი განთავსებული. ამხელა მოცულობა ტერიტორიისა ერთიანად, რაც პრეზენტაციაში და სიუჟეტში იყო წარმოდგენილი, დიღომი 8-ში ფიზიკურად დარჩენილი აღარ არის. შესაბამისად, ის მას სრულიად უკონკურენტოსაც აქცევს. გულისხმობ მიწის ნაკვეთის მოცულობას, რაზეც უკვე თავად პილარ პარკი შენდება. გისმენთ? კი, აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. ეს ტერიტორია არის ალბათ ერთადერთი ტერიტორია იყო, ასეთი ცოტა შეუხედავიც იყო თავიდან. მიწაყრილი უფრო იყო და ესეთი გარემოს ტოვებდა, ესე შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ჩვენი პროექტი რომ დავიწყეთ პროექტი თავიდანვე ძირითადი აქცენტი გაკეთა პარკზე და რეკრეაციულ ზონაზე და მტკვარზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენს პროექტში და არა მარტო ჩვენს პროექტში, არამედ ჩვენს ქალაქში. ეს ხანდახან მისი მნიშვნელობა გვავიწყდება და ამ დროს მისი მნიშვნელობა არის უაღრესად მაღალი, მათ შორის ის არის გამწმენდი არტერია ქალაქ თბილისისთვის. ამიტომ 10-90 პრინციპით შევქმნით ჩვენ ეს პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთის 90% გადავეცით რეკრეაციულ ზონას, ვრგავთ 2000 ხეს, შემოგვაქეს 2000 ხე და ვრგავთ, ვაწყობთ ბულვარს მტკვრის პირას და 10% დაეთმობა დაბალი სართულიანობის 5 სართულიან საცხოვრებელ შენობებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თელს უბანს ვაძლევთ და ვჩუქნით ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც იქნება უპრეცედენტო
და უალტერნატივო ქალაქ თბილისში. ლევან, ახლა როგორი არის მშენებლობის მიმდინარეობა, რა პერიოდს უყურებს მისი დასრულების ვადები და თუ არის დაწყებული განსაკუთრებით ახლა დეკემბერში წინა საახალწლო პერიოდში შეთავაზებები და გაყიდვებიც? მადლობა შეკითხვისთვის. გაყიდვები მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაში არის, ვაშენებთ პირველ ფაზას. თუ საცხოვრებელ ნაწილს შევხედავთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საცხოვრებელ ნაწილთან ერთად, პირველ ფაზასთან ერთად ჩვენ ვაშენებთ პარკს. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 წლის თავზე, როდესაც დასრულდება პირველი ფაზის მშენებლობა, 3 საცხოვრებელი ბლოკის 5-სართულიანი შენობების მშენებლობა, ჩვენ ადამიანებს გადავცემთ პარკის ინფრასტრუქტურას სრულად დასრულებას. ანუ 2 წელიწადში შესრულებული იქნება ვალდებულებებიდან ყველაზე მთავარი ვალდებულება პარკის და ბულვარის მშენებლობა. გაყიდვები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, გვაქვს საახალწლო შეთავაზებაც, რაც გულისხმობს ფასდაკლებას ნებისმიერი ფორმით შენაძენზე, ნებისმიერ ბინაზე, ასე ვთქვათ, და მზად ვართ იმისთვის, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვემსახუროთ და რამდენადაც ეს შესაძლებელი არის, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რამდენადაც ეს შესაძლებელი არის, ხელმისაწვდომ ფასებში შევინარჩუნოთ ჩვენ ეს ფასები და გავყიდოთ ბინები, იმიტომ რომ ფასები იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვქნით, მართლაც წარმოუდგენელია და ძალიან ხელმისაწვდომი და კარგი არის მოსახლეობისთვის და კარგი მომენტია იმისთვის, რომ ისარგებლონ ამ მომენტით და შეიძინონ ბინები ამ საოცრებაში. მათ შორის ინვესტორებმაც, ლევან, მათ შორის ინვესტორებმაც კი, იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად მართლა მთელი გულწრფელობით ამბობ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეამოწმოს რას ვქნით და რა ღირსებს და რომ შეადარებს ამას, თუნდაც სხვა პროექტებს მიხვდება, რომ ფასები ჩვენთან ბევრად უფრო იმზიდველია. ყველაფერი დანარჩენისთვის საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია პილარ პარკის პროექტით, ამ სიუჟეტიდან და ინტერვიუდან გამომდინარე, დაუკავშირდით პილარ პარკის გუნდს, ასევე ლევან ელიზბარაშვილს, პილარ პარკის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს, რომელიც ჩვენთან პირდაპირ ხაზზე იყო. ლევან, წარმატებულ და ბარაქიან დღეს გისურვებთ, მოკითხვები თქვენ გუნდს და დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა.